მოგესალმებით ჩემო ლამაზებო, დღეს მოვამზადოთ ბერძნული ცურეკი. ანუ ჩვენებურად როგორც ვამზადებთ პასკას, იგივე ბერძნები ამზადებენ ესე დაბწნილს და ქვია ცურეკი. ესე იგი დაგჭირდება 125 გრამი ნედლი დროჟი და დავასხათ ამ დროჟს 200 გრამი თბილი რძე. როგორც ხედავთ ვიდეოში, ესე აურიოთ კარგად, რომ დროჟი გაიხსნას. დავუმატოთ 1 სადილის კოვზი შაქარი და 150 გრამი ფქვილი. ამით ესე დროჟი გააქტიურდება, ეს მასა ეხა კარგად აურიოთ ერთმანეთში და გადავდგათ გვერდზე, რომ დროჟი გააქტიურდეს. ეხლა ავიღოთ 4 ცალი კვერცხი მთლიანი და 2 ცალი კვერცხის გული, მხოლოდ გული. ცილა არ გადააგდოთ, იმიტომ რომ დაგჭირდება. დავუმატოთ 250 გრამი შაქარი, დავუმატოთ აგრეთვე 130 გრამი თაფლი. თაფლი მჭირდება იმისათვის, რომ ეს ჩვენი ცურეკი იყოს სულ რბილი. ამის საშუალებას ფქვილი არ აძლევს და შაქარი. დავუმატოთ აგრეთვე 130 გრამი მაწონი, როგორი მაწონიც გაქვთ თქვენ სახლში, რამდენი პროცენტიანიც არის ამის მნიშვნელობა არ აქვს და ეს მასაც გადავდოთ გვერდზე. ეხლა გავადნოთ 250 გრამი კარაქი, როგორც ხედავთ ვიდეოში, დავუმატოთ 1 ცალი ფორთოხლის ცედრა, 1 ჩაის კოვზი მახლები, 1 ჩაის კოვზი კაკულე და 1 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი. დავუმატოთ აგრეთვე 2 ცალი ვანილი. ვინც საქართველოში ხართ და გინდათ გააკეთოთ ეს ბერძნული ცურეკი, შეგიძლიათ თქვენ დავუმატოთ ჩვენებური პასკის სუნელები. ეს ჩვენი კარაქიანი და სუნელებიანი მასა გადავდგათ გვერდზე და ეხლა ავიღოთ ცოტა მოზრდილი თასი და ჩავასხათ შიგ ეს დროჟი, ამოსული დროჟის მასა. ხედავთ როგორ ამოფუმფურდა ჩვენი დროჟი. ეს ნიშნავს, რომ ესე იგი დროჟი ხარისხიანია და ყველაფერი კარგად გამოგვდის. ჩვენ საფუარს დავუმატოთ ეხა საერთო მასიდან ცოტა ფქვილი. მე ფქვილი სუმთლიანად დამჭირდა კილო და 650 გრამი. თქვენ შეგიძლიათ დაგჭირდეთ ცოტა მეტ, ცოტა ზედმეტი, ეს ხელში შეხედავთ მოზელვის დროს. ეხლა დავუმატოთ კვერცხიანი მასა, აურიოთ ეს ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში, როგორც ხედავთ ვიდეოში, ნელ-ნელა. არსად არ გვიჩქარება, ჩემო მეგობრებო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიყვარულით და გულმოდგინეთ. აი ხა აქაც ხედავთ კიდე უმატებ ფქვილს საერთო მასიდან და ვზელ ნელ-ნელა. ცოტა ხანში უკვე ვეღარ მოვზელ ამ რკინის მასით და გადავალ ეხა ხელით მოზელვაზე. ესე ცომს უფრო შევიგრძნობთ ხელში. აი ხა მოვზილოთ. მე სულ დამჭირდა, გითხარით, ისევ კილო და 650 გრამი ფქვილი. ეხა კიდე დავუმატოთ, აი ხა ხედავთ ნელ-ნელა შევაზილოთ ამ ჩვენ ცომს კარაქიანი და სუნელებიანი მასა. ეს სითხე ცომა სულ უნდა შეიწოვოს. აი ხა თქვენ შეხედავთ ვიდეოში მოზელვის დროს. როგორც ხედავთ, კარაქს ვამატებ ნელ-ნელა და ნელ-ნელა ვზილავ პორცია-პორციად. აი აქ უკვე როგორც ხედავთ, უკვე მოვჭი კარაქის შეზევას და გამოვიდა ძალიან ჩვილი ცომი.
გავუკეთოთ ცოტა ჯვარი, ესე გავსეროთ, რომ ისუნთქოს ჩვენმა ცოლმა და კარგად ამოფუფულდეს. დავახუროთ თავზე რაიმე. ესე ჩაისტილო, როგორც მე გადავაფარე. და ვაცადოთ. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ თქვენ ცოლს ამოსვლას 45 წუთი, 1 საათი გააჩნია ოთახის ტემპერატურას და გააჩნია აგრეთვე დროშს, როგორი იყო. დროშ საფუარს უკაცრავად. აი ეგ ჩემი ცომი ამოვიდა ხელზე, როგორც ხედავთ, არ ეკვრება. ამოვიღე ჯამიდან და ეხლა გავყოფ რამდენიმე ნაწილად. ერთი ცურეკისთვის მჭირდება 3 ცალი ესეთი გუნდა, რომ დაუფწნა. სანამ დაუფწნით ჩვენ ცურეკს, ამისათვის მჭირდება, რომ ესე გუნდები ცოტა ეხლა ნახავთ ვიდეოში, ცოტა გავშლი და გადავახვევ, აი ნახეთ, რომ ჰაერი შევიდეს, ცოტა ცოლმა ისუნთქოს, აი ნახეთ, რომ გადავახვევ აი ესე და შემდეგ გავაჩერებ, რომ აი ეს გადახვეულიც ამოვიდეს, აი ესე მოგრძოთ, რომ გავაკეთე ეს მოგრძო გუნდებიც, რომ ამოვიდეს, ცოტა დაისვენოს ჩვენმა ცოლმა. აი ესე გადაახვით, როგორც ხედავთ, მე როგორც გაჩვენებთ ვიდეოში და გააჩერეთ 1-15 წუთი, რომ დაისვენოს. მე გავაჩერეთ ცომი 15 წუთი, მეტი არც დამჭირდა, იმიტომ რომ ოთახში არის კარგი ტემპერატურა და ეხლა როგორც ხედავთ, ცოტა უნდა გაშალოთ, აი ესე მოგრძო ნაწილებად. თითო გუნდი და ნახეთ, აუცილებლად უნდა დაუფწნათ შუა ნაწილიდან, აი როგორც მაჩვენებია ვიდეოში. არავითარ შემთხვევაში ზემოდან. აი ესე ლამაზად გავაკეთოთ ჩვენი ნაწნავები. და ბოლოები რო არ გაიხსნას, აი ხა მე გაჩვენებთ თქვენ ცოტა ესე გავაბრტყელოთ. აი ესე როგორც უყურებთ. შემდეგ აი ეს გაბრტყელებული ცოტა დავტკეპნოთ ხელით. ესე დავტკეპნოთ და ამოვკეცოთ ქვემოდან ჩვენ ცურეკს. აი ესე. და იგივე გავიმეოროთ მეორე მხრიდან. აი ეგ როგორც ხედავთ, უკვე დავწენი ჩვენი ცურეკი, გადავაფარე ისევ ჩაისტილო, რომ დაისვენოს და უფრო გადიცდეს და ამოვიდეს. და ეხლა ავთქვიფოთ 1 ცალი კვერცხი და 2 კვერცხის ცილა რომ მოგჩა, ის დავუმატოთ აგრეთვე 1 პატარა ჭიქი, არყის ჭიქით წყალი და აი ეს კვერცხის მასა გადაუსვათ, როდესაც ამოვა ჩვენი ცურეკი თავზე და დავბრაწოთ. გამოვაცხოთ ღუმელში 150 გრადუსზე ჰაერის რეჟიმზე 30-35 წუთი. გემრიელად მიირთვით და გილოცავთ აღდგომის წყინვალე დღესასწაულს.